მე რომ ყოფილიყავი იმ პერიოდში ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ამ ბიზნესის დაწყება უნდა, სპირტის ბიზნესის გადატანა, რასაც თქვენ ვერ დაიწყე. ხო და აი რა შემიშლიდა ხელს? სად შევხვდებოდი პრობლემას? ყველა ნაბიჯს. ვინ შემიქმნიდა ქუჩა პრობლემას თუ შემიქმნიდა პოლიცია პრობლემას? ყველა შექმნიდა. ყველასთან მოგიწევდა დაპირისპირება. ყველა დონეს. და აი მაგალითად დალაგება რომ დომოდა როგორ უნდა დამალაგებინა? გამოცდილებით. რამდენ კაცთან ლაგდებოდა დაახლოებით? რამდენ კაცთან იყო ასეთი ტიპის ბიზნესი დასალაგებლად? აი მანქანა რომ მიდის გზაზე, სადაც კი პრობლემა შეხვდება, იქ უნდა და. ხომ არა ყველგან ახლა რამდენ ადგილას გაიდგას, იმდენ ადგილას ხო არ ალაგებ ვიღაც გაიზუბროს და. ალბათ მე ეძებ უფრო მაღალ თანამდებობის პირს, ვინც რაღაც მონაკვეთაში კურირებს ამ თვითს და პასუხებელი. ეგრევე ვიქცეოდი მოსკოვიდანაც, მოსკოვში რო ლიტვიდან როზე, მთელი მოსკოვამდე გზაზე დალაგებული მქონდა ქუჩის ხალხთანაც. ანუ მაგათთან ცალკე ლაგდებოდა, აი წვრილფეხა პოლიციელთან. ხანდახან ქუჩის ხალხი პოლიციას ესეთ მუშაობდა და ქუჩის ხალხს ვავალებდი, უფრო ვაჟკაცური ისინი რომ მოვილაპარაკებდი, ისინი ასრულებდნენ. ამ გზიდან, ამ ადგილიდან იმ ადგილამდე მიიღებ ამას და გადააბარეს სხვას. და ეგრევე ვალაგებდი, სხვანაირად არ მაშინ ბიზნესი არ აკეთდებოდა. საურთიერთობად რომელი ჯობდა, სისტემის ხალხი თუ ქუჩის ხალხი? საურთიერთობად ქუჩის ხალხი პასუხებლები არიან. ისინი